ეს ხუშინას კიამი. Boni, akara. Kaka saphenze. Kaka da pishi saphenze. Kesis? Tada kabras beba boni. Quiyan. Tudi boni khar. Okay. Dres კარგი ბონია და დღეს საფენზე ქნა ყველაფერი. Akana, okay. Akara, დივანზე არა, საწოლზე არა. გესმის? Gabazededa. ხო, გაბრაზდება დედა. ეს ჩემი ნასკი მეკონა და სხვისი ნასკი მომიტანი. ოხში მოიმოძაღლა. ხო. Toia, ხო. სათამაშოა. Egina pupu. Pupu ეთკინა? Egina. თავი ეთკინა? თავზე. Santa Sadari. Santa Sadari. Mora Santa Igile. Mora Santa. Ai, ტრანშიტობის ახალხნო. ესე იგი ძალიან ისეთი მოდი ბონი ძალიან ისეთი პერიოდი მქონდა აქ ევას შარვალი იმას ქენი გამოუცვალე იმიტომ ყრია იქნება მექსიკო და აი არც ვიცი საიდან დავიწყო და როგორ უნდა დავიწყო რაღაც ნაწილ კი იცით მაქვს ნათქვამი და რაღაცა ესე ლეპტოპზე მყავხართ მიყურდებული რაღაცა ესეთი მთლიანი სახე არ მაქვს მიცემული და არ მაქვს მოყოლილი და არც ვიცი არც ვიცი როგორ უნდა გადმოვცე და გადმოვცე თუ არა მაგრამ მინდა რომ მოგიყვეთ და გაგიზიაროთ იქოს ეს იქნება რაღაცა ახლის დასაწყისი თავი ეთკინა ხო რაღაცა ახლის დასაწყისი კონდა ძალიან დიდი ბონი საჩაძვერი იფხანს სადღაცა მაქანავებს ცლიანად არ ვიცი რა ქვია მას შუახნის კრიზისია ეს თუ რა არის არ ვიცი პროსტა აი რო დაიწყო ოქტომბრიდან მე თითქოს ახალი წელი კაი იყო და ვამბობდი ახალი წლის განცდა არ მაქვს და მე მგონი ბერდები თქვა ახალი წლის განცდა თუმე იმიტომ არ მქონდა ძალიან დეპრესიულად და ძალიან ცუდ ვიყავი და ახალი წელი რო გადაივლის ისედაც ვიცით რაღაცნაირი როგორი პერიოდი ხო და რო გადავიდა ესე იგი პიკი მქონდა იანვარსა და თებერვალში კიდე კაი მაგ დროს მიდი გაძაღო კიდე კაი მაგ დროს ჩემი ADHD-ის შესახებ გავიგე და პრეპარატები მომიშველა თურმე აი მე ეგრე ცუდად ჩემი თავი არც კი მახსოვს ვა ეს ვაში მანქანაში აი არც კი მახსოვს უბრალოდ რა ვიცი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ასეც ცუდად რო ყოფილიყავი ანუ აი ხო გეუბნებით რომ ბევრი გარდატეხა მქონდა გარდატეხის ასაკი ხო არსებობს ფიზიკურად როცა ბავშვობიდან დიდობაში გადავდივართ და მე კიდე შინაგანი
ზრდის და გარდატეხის ასაკი არ დამისრულებია. ანუ ეს ფიზიკური ერთხელ არის და მეც მეგონა რომ ეს სულიერი და დიდიც ერთხელ არის და 25 წლისას მქონდა ესე 27-ისას მქონდა სერიოზული და მეგონა რომ მორჩა ეს იყო საბოლოო გარდატეხა და ყველაფერი სასწავლი ვისწავლე და ყველაფერი გასაგები გავიგე და მეც აღარ ველოდი მე 30-ისასაც მქონდა 32-ის 33-ისას მქონდა მაგრამ ეხლა რომ მქონდა 35-ისას ანუ იცით როგორი რაღაცა დავემართა ანუ აი სრულად გამანულა აი ბოლომდე და ძალიან ბევრი რაღაცა რესიც მჯეროდა როგორც ვფიქრობდი ვაზროვნებდი ძალიან ბევრი რაღაცა შემიცვალა აი ძალიან და ეს ძალიან მაშინებდა და შემიცვალა არა კარგისკენ არამედ რაღაცა პესიმისტურისკენ მოდი ახლა გავიკეთოთ თან და არიენტურებული იყო დასასხმელი ყავა გავიკეთოთ ნეტა ჩემი ჯიჯიკა სად არის თორნიკეს იქნება წაყებული ვაჭრე არა თვალი გაახილა? აი ვაიმე კაცი ცხენზე იჭდაო და ცხენს ეძებდაო კარგი ის არის თან გრილა თითქოს ცივა და თან აი არ ვიცი როგორ იცხრა თან დაკაია ეს თემატი გადმოიყარეს უზვერ არ ხნექოთა რა დავაყენე საშველი იმიტომ რომ ის გარეთ სხვა მინდოდა ეს სადარინე და ეს სტატივი Aga isminda წერობას აი ეს ვისაც iPhone-ი გაქვთ არ ვარ, იმიტომ რომ არა თვითონ ცუდი კი არ არის, მაგრამ აი ეს აქ ნახე ვიწრო და აი ძლივს იმას შვება რა, იწელება, ნახე რაღაც მისცია პლასმასი სადაც უკვე გაწყდება, ძლივს იწელება იქამდე რომ და დამაგრდეს iPhone-ი და მაშინია აი ახლა გაწყდება თქო და უფრო მომცრო ტელეფონისთვის ალბათ მშვენიერი იქნება. ანა მიდი. საიდანი არის შესაძლებელი, უკვე ძალიან დაძველდა, გავუჭდა ძირი. და არ ვიცი რომელი ვიყიდო. ეს კარგი იყო. გონი 3 წელი იმუშავა, თუ მეტი. ძალიან კარგი იყო ეს. არა 157 ლარი ღირდა და არ ვიცი შეიძლება ღირდეს კიდეც ისევ ესეთის ყიდა იმიტომ რომ ესეთი ბამას დაგაყენოთ ამიტომ რომ მართლა რეალურად დიდხანს გაძლო დავჭირეთ ოღონდ ისე არ არის დასაფერმე და გავითრო შევია ამიტომ გამოვიდა და ის ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი მომენტი და ინსაიტი შეიკრიბა
რომელმაც რაღაცნაირად ძალიან დამარტყა და დამცხოვრა. ხო და ძალიან სუტად და ძალიან საშინელად ბრძნობდი თავს. მაგალითად ერთ-ერთი გეტყვით რომ მიხვდეთ კარგად, ანუ ერთ-ერთი არის ის, რომ გარშემო აბსოლუტურად ხარობს უსამართლობა, ბოროტება, ანგარება და გეგონება სამყარო ეგეთი ადამიანებისა რა. ვერ დაგაყენეთ რაღაცა. მოიცა მეორეში მოვიდე. თითქოს და სამართლიანობის ადგილი არ არის. თითქოს და ამ ქვეყნად კარგად არიან სვავები. ასევე რომ უყურებ გოგოებს, ქალებს, რომლებმაც აირჩიეს ოჯახის გზა, ოჯახის სიყვარული და ეს ქალები, რომელიც თავის ლუკმას იღებენ და შვილს და ქმარს აჭმევენ, რომლებიც ზოგი წასულია ემიგრაციაში, ზოგი აქ არის და ემსახურება მთელი თავისი არწით, სხეულით. ანუ არ იცნობს, არ იხურავს, არ ჭამს, არსად არ დადის. ანუ ყველაფერს რო კარგავს გეგონება რა და აძლევს ამ ოჯახს. და შეხვდება ასეთი ქალი, ერთი, მეორე, მესამე, რომელიც რაღაც ასაკში არ შეიცვალა და ისევ ასე გააგრძელა და ხედავ, რომ რეალურად არავის არ ეგ ყველაფერი თქოს არავის არ სჭირდება, არც არავინ მადლიერი არ არის. და ამ დროს ქალები, რომლებმაც აირჩიეს გზა ფულის, რომ მაქსიმალურად თავისთვის მოევლოთ და ყოველდღე ერთი, მეორე, მესამე ფულიანი კაცი, ანუ არ აირჩიეს არც სიყვარული, არც ოჯახი, არამედ აირჩიეს ფული. და ანუ 40 წლის მერე უყურებ და ის, ვინც ოჯახი და სიყვარული აირჩია, არის სრულიად განადგურებული და გავს 40-50 წლისა უკვე 60-70 წლისას. და ის, ვინც აირჩია უბრალოდ ფული და სხვა მატერიალური რაღაცები, არის გაფურჩქნული და არის ძალიან კარგად და ბედნიერად. და შენ ყოველთვის ფიქრობდი, რომ მთავარი ფასეულობა არის, ახლაც ასე ვფიქრობ და სულ ესე ვფიქრებ, სიყვარული, შვილები. მიუხედავად იმისა, გაიგებენ და აფასებენ და ინახავენ თუ არა, ეგაა მთავარი. მაგრამ აი ის, რომ ესე ვნადგურდებით, კარგი, სულიერი ქალები, აი ამის ნახვა. ამის დანახვა ცხოვრებაში, ამის მაგალითები შეთი მწარეა. ძალიან მწარეა. კიდევ ნახე, რომ მე რომელსაც ყოველთვის ვჯეროდა, რომ სამართლიანობა იმარჯვებს,
ვნახე რომ რეალურად ბოროტება და ძალა იმარჯვებს. მოკლევადაში ყოველ შემთხვევაში. რომ თუ ძლიერი ხარ, თუ ბოროტი ხარ, ყველაფერი გაგივა, ყველაფერი შეგრჩება. ეხლა მაგალითად რაც ხდება რუსეთს და უკრაინას შორის. და ეს ადამიანები კიდევ ვინც არიან მართალი, ვისაც უყვარს სამშობლო, ვინც არის ადამიანური. ეგ ადამიანები იხოცებიან ძალიან მარტივად, კლავენ, აწამებენ. და ანუ რაღაცა ეს ყველაფერი, ეს მარტო ორი მაგალითი გითხარი. just because აზრი აქვს, ასეც ამყავს საერთოდ ცხოვრებას, აი რისთვის უნდა იცხოვრო. და დავკარგი აბსოლუტურად ყველაფრის სურვილი. აი არა გადატანი, ამით პირდაპირ მნიშვნელობით. Καταστάσει σημαντικό. Ναοπονი უყურებს და გიჟდება. რა მატილო. მატილდამ დაინახა ბოდი. ძალიან გამიჭირდა. ანუ ეს ყველაფერი კონკრეტულად ჩემთან ვიდეო ხდებოდა, ხდებოდა სამყაროში, ხდებოდა გარშემო. მსოფლიო ასპარეზზე თუ უბრალოდ ჩემს გარშემო ოჯახებში და მე ხომ ყველაფერს ვაკვირდები, მე ხომ ყველაფერს ვცნო, მე ყველაფერს ვცნობ შემისას. გადასაწვალებენ ლეკვები. მაინც ვერაფერი ვერ მოგიყევით, იმდენი რამე ხდებოდა. ანუ თითქოს სრულიად გავნულდი. თითქოს აქამდე რაც უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი გავაკეთე. რაც უნდა მეცხოვრა, ყველაფერი ვიცხოვრე. და ვიცი, რომ რაღაცა ახალი ეტაპი სტროა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ არ ვიცი ეგ რა არის. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. თუმცა ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო. ანუ თუ ადრე მეჩვენებოდა რომ მაგალითად დედაჩემი 38 წლის რომ მოკვდა
ეს ძალიან ცოტა იყო. ეხლა ჩემი 35 წელი მეჩვენებოდა, ხომ ერთო უკვე რამდენი ვიცხოვრე. უკვე რამდენი რამე გავიგე, რამდენი რამე ვისწავლე, რამდენი რამე ვნახე. ერთადერთი აბსოლუტურად ერთადერთი რაც მშველოდა და რაც იყო ჩემი ურყევი ფესვები, ეს არის ჩემი შვილები. თორე მე რო შვილები არ მყოლოდა, მე არ ვიცი. მე სხვანაირი ვარ. ჩემთვის ფული ფასეულობა არ არის. ჩემთვის რომ სახლი გავაკეთო, სახლი ვიყიდო, მანქანა, რაღაცა ის ელემენტარი რაღაცა. ადამიანები ვისაც იბრძვიან, იხწვიან, როგორ მშურს იცით, აი მაგის იმ შურს, რომ ნეტა მეც ესეთი ინტერესი მქონდეს. სად რა დავდგა, რა როგორ დავალაგო, როდის რა ვიყიდო, როგორ ვიშოვა ფული, რომ ეგ ვიყიდო. ანუ ჩემთვის ისეთი სულერთია ეგ ყველაფერი. კი, მეც ადამიანი ვარ და განა არ მინდა, მაგრამ რომ ეგ არის მე ასე ხარისხვა, ეგ არ არის ჩემს არასოდეს მოტივაცია. აი არასოდეს. ეგ არ არის ის, რისთვისაც ჩემნაირი ადამიანი ცხოვრობს. ხოდა აი ახლა მაქვს მე ეგ ეტაპი, რომ ნელ-ნელა ჩემ გზაზე სიარული უნდა დავიწყო. ანუ რაც გულისხმობ, ნახე შვილები გავაჩინე. ანუ შვილების გაჩენის ეტაპი ჩემს ცხოვრებაში დამთავრდა. მშობელი ყოველთვის ვიქნები, დედა ყოველთვის ვიქნები და ყოველთვის მექნება მათთან პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვიცახი, რომ რაღაცნაირად, ევაც ცოტა მოიზარდა და თითქოს გამომინთავისუფლდა ჩემი თავისთვის დრო. ის რომ ვიცხოვრო ისე, როგორც მე ვთვლი, რომ ეს არის ცხოვრება. და იმდენ რამეზე მაქვს უკვე ამასაკისთვის უარი, ნათქვამი. აღარ ვიცი როგორ შევძლებ ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი რომ შევძლებ. ცუცა ქვია, იქით რო ისყავთ, რა ქვია. ბონისნაირი, ჩხუახუა. არა, ბონისნაირი არ არის, იწვეტენ ცხვირი ვაქვს ეგეთ. ბოთე და ეგ ერთი გაწმონისაა და აგერ არის გამოვითნე. გადავიჩხუბო. ხოდა ეს იყო ძალიან მტკივნეული. ორი მაგალითი გითხარით მარტო. ეს მაგალითი იყო ძალიან ბევრი. რაც მე ვისწავლე, რაც მე დავინახე. რაც მე ვიგრძენი და როგორც თქვი, რაც მე მაძლევს სიცოცხლის სურვილს, ეს არიან ჩემი შვილები. არის ხოლმე მომენტები, როცა ჩვენი თავი საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაჩარი და მშიშარა არ ვართ, მე არ ვარ ლაჩარი და მშიშარა. ეს რაღაც პონჩი ზოგჯერ ძალიან ცუდია ხოლმე. თუ აზრს ვეღარ ხედავ. მაგრამ როცა ყავს ადამიანები, რომელსაც არასოდეს არ უღალატებ
და არასოდეს არ გამოავლევინებ იმ გზას შენინებით, რაც შენ გაიარე, ეს უკვე არის გადაწყვეტილება. ეს უკვე არის გადაწყვეტილება, რომ სხვა გზა არ არის, უბრალოდ უნდა წამოდგე ფეხზე და ვინაიდან ჩემს არ არის мотиваცია, აი ეს რაც ყველასთვის არა, უმეტესობისთვის არის. უნდა მოვძებნო ის, რაც ჩემთვის არის და მასე ვიცხოვრო. ხო, ეს ცოტა მაშინებს, იმიტომ რომ მე ძალიან ისეთი ვარ, არაპროგნოზირებადი და ჩემი თავისთვისაც კი. ხოდა მოკლედ მაგ ახლა ჩართული გაშვებული სისტემაში პროგრამა იყავი შენი თავი და მოასწარი ყველაფერი რაც გინდა, იმიტომ რომ შეიძლება ხვალინდელი დღე აღარ გქონდეს, ამიტომ დღევანდელი დღე გაატარე ისე როგორც გინდა. ბოჩე ეს არის პურება რო ეწახი და მეტად ბოჩე გომიყვარს აქაურობა ესეო ეს სახლი აი არ ვიცი ესეთი ძალიან ჩემი ანუ ენერგეტიკულად ადგილი სადაც მიცხოვრია არც ვიცი კიდე რომელი იყო თუ იყო რომელი მე საერთოდ ანუ ესეთი სიმშვიდეა აი აქ უბრალოდ სიხარ ისე კარგად ხარ როცა აი აქ ხარ აი არ ვიცი Poate șorța și șurba. E bine, șorța. Ce ta vida? Nu știu, taram de șubie, ne stilizat. იცით რა მაღინებს იმის წარმოდგენა რომ მალე ზღვის დრო მოვა მალე ზღვას ვნახავ მე შენის ნებართვით მე როგორ მიყვარს ზღვა არის კიდე ჩემი ძალისხმევი ზღვა კიდე ორი მაგალითი გითხარით და კიდე არის რაღაცა ძალიან დიდი რაღაცები, რაც რა არის პონიეს. ხო. გამოდი, რა არის? საიდან გამოათხარი? მიწა გამოათხია საიდან. რაღაცა ძალიან დიდები, რაც ჩემთვის ამ თავი მნიშვნელოვანი იყო. ხო და უბრალოდ სხვა გზა რადგან არ არის უნდა ვიცხოვრო და ჩემი თავი ძალიან მარტივად არის თან ძართულად და წავიდე ახლა ვიყიდო
ნინის მოვაწერინერები უნდა ვიყიდო. ბაზა, ტოპი. კიდე ისიც ცხიმის მომხსნელი. ეგონი არ უწერია. ანუ დამაგრძელებელი გელი, გამამაგრებელი გელი, ფერი მინდა, ანუ დიზაინი ვიცი როგორ უნდა გავიკეთო. და უკვე დღეს ან ხვალ ვიყიდი. ნახოთ და ფრჩხილები გავიკეთოთ ერთად. ნახოთ ერთი. როგორ გამომივაძა და მეშინია სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ ნახოთ. თავია ძალიან სქელი არ იყოს. არც ძალიან თხელი არ იყოს ისე რომ არ მომტყდეს. და არც ისა ტალღები არ მქონდეს, მაგრამ მაგას გაქლიბავ. ძალიან ცოტა რაღაცები მინდა ვიყიდო ჯერ უბრალოდ. თეთრი გელი, რძისფერი. და აი ფერებს ისე ვიყიდი რა. რაც ვიცი რომ ზუსტად მინდა. რაც მომწონს ეთნეთ ფერებს არა. რაოდე? მეც ძალიან მიყვარ ხანძე. ბონი არ ჭამო ეს, არ ჭამო, გავგებარი ძაღლია. Don't eat it. მუცელი აქ ტკივდება, ბონი. ეს დედასია. დედასია რა. ეს ზაფი დედასია, ხენ მოაწყდა პრეჟი. ეს დედასია. დედასია? არა, დედასია. ინახეთ, შენ მოაწყდა ეს არ ვიცი. ხოდა ასე. ანუ იმდენად ერთი სხვაში წვეთი ვთქვი, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს. ვერ ჩაწდება და ვერ მიხვდება, იმიტომ რომ არც გადმოვეცი ეს მთელი და ვერც გადმოვცემდი, იმიტომ რომ ეს იმდენი განცდა, იმდენ პირადულია კიდე არის რაღაცები. ისი თქმა და საუბარიც არ მინდა და ისი თქმა და საუბარიც შემიძლია კიდე ამაზე მეტი, ანუ ძალიან მტკივნეულია და ეგეც არ მინდა, უბრალოდ რაღაცა მონახაზი, ვინც მე მიცნობს, ვისაც აქვს საკმარისი სიღრმე, ის აუცილებლად გაიგებს. ანუ ის თვითონ გამოუცდია. ხო, მაგას აუცილებლად აქვს საკმარისი სიღრმე. ვისაც თვითონ ეს რაღაც გამოუცდია. იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ იზრდება შინაგანად და უკვე ვიცი რომ ეს რაღაც შუახნის იყო რა და მე კიდე მექნება ალბათ ესეთები ამაზე დიდები ყველაფერში მოყვა თამარა ბებიას ცუდად ყოფნა და გარდაცვალება მე ჩემი ის რომ ეშინოდა რომ რამე შეიძლება მქონოდა გინეკოლოგიური პატარა ოპერაცია მე ჩემი ეს ADHD ეს ცოტა დიდი რაღაცები კიდე რა ჩემი დამოკიდებულება ანუ ეს არ არის საჭმელზე, ეს არის სურვილი აიცილოთ კივილი. გზა და ცოდნა აიცილოთ კივილი. და ჯამში ეგ არის გაქცევა. რომ იმ მომენტში მაგას ვერ ხვდები, მაგას მოგვიანებით ხვდები. ხოდა ხან ნუ წამოვდგით ფეხზე.
დაჩოქილი კი არა. გართხმული ვიყავ მიწას. ეხა ხელებზე დავეყართ, ერთი თავი ავწიე და გამოვიხეთ. მეგრე ვარ. ზაღლი მაგიტო მოვიყვანე, რომ ეშველა ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მანქანაც მაგიტო ვიყიდე, რომ ეს ჩემი ნაწილია. ეს ის ნაწილია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. რომელზეც უარი ვთქვი. ანუ ფეხზე წამოდგომა კაიხნის წინ დავიწყე, ოღონდ იმდენად პატარა ნაბიჯებით, რომ ჩემისაც კი შეუმჩნეველი იყო. მიყვარს ჩემი ეს მხარე. ანუ მანქანა იმისთვის კი არ მჭირდებოდა, რომ მანქანა მყოლოდა. მანქანა იმისთვის სჭირდებოდა, რომ ჩემი ნაწილი გამებრუნებინა რაღაც ერთი. ზაღლიც. და კიდე ბევრი იქნება. იმიტომ რომ გასტყვის სხვა გზა არის. რა იყო რა? დასუყო ფანჯარაში გულები და ტირი. ხარ გიგონება კარი ჩაკეტილია. აგერ კარი რამ ხელაზე ღია. შედი, არ გიშვებენ სახში. ესეთი ბოთი ზაღლი, ესეთი დეგენიადი ზაღლი, მეორე მე არ ვიცი გეფიცებით რა. არ ვიცი რა. შემოდი შემოეთერი, შემოდი. შემოდი. მოდი, ეხა ისე ვერ წავიდა. მაღაზიაში წაგისწრები საყიდელება ხელდელაფერი აქვს საუბრად. რა არის? ეხლა ვაშლები ამ დროს. რაღაცნაირად შეგონება. გეგონება რაღაც ცხენიანი ცვილივით რაღაცა უცვიო. მე მიყავს ეს ვაშლი. დილამშვიდობისა. კი. და გამძიმეთ ალბათ, მაგრამ არ შემეძლო რომ ამაზე არ მელაპარაკა. დრო იყო. კანიანს არ ჭამს. ისე უნდა მისცევ, კანი შენ შეჭამო. ჩამზე ნუ ჭამ. მადლობა და ხელი ეტო და ძალიან კარგი ჭამე რა ხელი.